აქტუალური იყო ძველი ბულვარის პრობლემებიც. მაგალითად, ხაბაძის მმართველობის დროს გვახსოვს გარევაჭრობის ჭიხურების სკანდალი, შენობებისთვის დანიშნულების შეცვლა. მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამ საკითხებზე საკუთარი პოზიცია აქვს. იქნებ გაჩვენოთ დღეს უკვე თანამედროვე ტიპის ჭიხურები გვაქვს. აი როგორც ხედავთ, წიგნის ფორმის ძალიან ლამაზი, ორიგინალური, რომელიც უკვე ახალ ბულვარში, ძველ ბულვარში უკვე დაინერგა. აი ხელმარცხნივ თუ შეხედავთ, აი ჩვენი ესე ვთქვათ, ესეთი ლამაზი კოხტა ორიგინალური ჭიხურებია. ჯამში მე ვფიქრობ, ესეც არ გამოვა ცუდი კონცეფცია, თუმცა მომავალში ჩვენ უფრო ყურადღებით დავხვეწავთ ამ საკითხებს და ნუ დავასწრებთ მოვლენებს, აი როცა დასრულდება, მე ვფიქრობ, ყველას მოგვეწონება. Range Rover-ის მარკის სასწრაფო დახმარების მანქანა ხულოს რაიონისთვის. ეს იყო სოფელ ღორჯომის მაცხოვრებლების პირველი თხოვნა პატარაძესთან და ეს არის პირველი შესრულებული დაპირება თავად პატარაძისთვის. გვიყვება, რომ ერთი კვირის წინ მთის ხალხს პირობა მისცა, რომ 112-ის მანქანას რაიონში თავად მიუყვანდა. როცა შეპირდების უნდა შეუსრულო. თუ არის მონდომება, თუ არის საშუალება, თუ არის სურვილი, რომ ხალხის სამსახურში იყო, მე ვფიქრობ, ყველაფერი გამოგივა. გრძელი და რთულად დასაძლევი გზის გავლის შემდეგ სოფელ ღორჯომში თავმჯდომარეს ასე შეხვდნენ. ხულოს რაიონს ამ ძველი სასწრაფო მანქანის მაგივრად ახალ ლანდშაფტზე მორგებული მანქანა ეყოლება. ეს ამბის კარგი დასასრულია, თუმცა ზურაბ პატარაძის დიპლომატიური გამოცდილება გაცილებით რთულ და მძიმე სამუშაო პერიოდსაც მოიცავს. 2006 წელს, როცა რუსეთში ქართველების მასშტაბური დისკრიმინაცია დაიწყო, ზურაბ პატარაძე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსული იყო. იმ პერიოდის გახსენება არ უყვარს. კადრები როგორ ადეპორტებდნენ ქართველებს დღემდე მძიმედ ახსოვს. ამ პროცესებიდან მალევე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა. ამის შემდეგ ზურაბ პატარაძე საბერძნეთში, თურქეთში და ბოლოს ყაზახეთში მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. ეს არის სტალინის 48 ნომერი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები. ამბობს, რომ ბათუმში დაბრუნება უხარია. განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ამ ქალაქთან და სახლთან, სადაც გაიზარდა. ეს იყო ჩვენი ეზო, საიდანაც ჩვენ შევდიოდით ყოველდღიურად, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, აქ უამრავი ჩვენი მეზობლები, ძალიან ბევრი თბილი მოგონებები. აქ მისი ოჯახი წლებია აღარ ცხოვრობს, თუმცა ჭიშკრის მიღმა ყველაფერი ისევ ძველებურად არის. ისე როგორც ყოველთვის იტალიურ ეზოში. Это резо сын. Это Журико. Я говорю, здравствуйте. Ой, Журик, как ты мой золотой? Спасибо. ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი უფროსი ვაჟიშვილი რევაზი, ჩემი ქალიშვილი ელენიკო და ჩემი ვაჟიშვილი ნიკო და ჩემი რა თქმა უნდა საყვარელი მეუღლე სოფო. ყაზახეთიდან ზურაბ პატარაძესთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად მისი ოჯახიც დაბრუნდა. სიახლე ყველაზე მეტად ბავშვებს ახარებთ. ნიკო, შენ რა სიტყვე? შენ კამყოფილი ხარ, რომ ჩამოხვედი ბათუმში? მე ძალიან კამყოფილი ხარ? მე ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი საქართველოში, მეყოლა ქართველი მეგობრები და ვისწავლე ქართულ სკოლაში. აი, მაინც მომენატრა უქაურობა, ასე ვთქვათ, ამდენი მოგზაურობ ისეს. მამის პროფესიიდან გამომდინარე, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ხშირად უწევდა. შესაბამისად, ზურაბ პატარაძის მეუღლეს პროფესიის და სამსახურის. სოფო ბაკურიძე ახლა მშობლიურ ქალაქში ისევ ახლიდან აპირებს აწყოს კარიერა და დაგროვილი გამოცდილება ბათუმში გამოიყენოს. ბოლო წლებში ყაზახეთში ელჩების მეუღლეთა კლუბის პრეზიდენტი ვიყავი, რის საქმიანობაც პრინციპში არის საქველმოქმედო საქმიანობა. ჩვენ გვქონდა საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობდით და აი ამ ეგრით არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან გამოადგება მას აქ ბათუმში, რათა დაინერგოს ახალი პროექტები, ახალი პროგრამები. და ზუსტად ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც გვაქვს ჩვენ, მე ვფიქრობ, ძალიან გამოგვადგება ჩვენს რეგიონში. ვისაც დიპლომატი ზურაბ პატარაძე ახსოვს, თვალში აუცილებლად მოხვდებოდა მისი გარეგნული ცვლილება. ჩვენ როცა ჩავედით ყაზახეთში, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა შენი ქვეყნის რწმუნებათა სიგელებს გადასცემ იმ ქვეყნის პრეზიდენტს. და მე გამიჩნდა სურვილი გადამეცა რწმუნებათა სიგელები ჩვენს ეროვნულ სამოსში, ქართულ ჩოხაში.
აი მან შემექნა ზუსტად პრობლემები ზონასთან დაკავშირებით. მთელმა ოჯახმა შევცვალეთ რაღაც კომპენსაციონი. ნამდვილად. ველოსიპედებით სეირნობთ ქუჩებში. დროებით ყველას გემშვიდობებით, კვლავ გელოდებით ბათუმში, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ. ნახვამდის. იმედის დროში ახლა რეკლამის დროა, თუმცა არ გადართოთ, რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ, რა მოხდა ფონიჭალაში და რატომ მოკლა ბრალდებულმა დედაშვილის საზარელი მკვლელობა გახსნილია. შეიძლება ახლა მეწყერო გელაპარაკებით, დღესდღეობით ცოცხალიც არა ყოფილიყავ. ვერაგი ვირუსისგან გათავისუფლებული და სიკვდილს გადარჩენილი ათასობით ჩვენი მოქალაქე. ბედნიერების გრძნობა, მაგრამ რა თქმა უნდა, განთავისუფლდი უკურნებელი სეისგან. დიაგნოზით C. 5 წლის მერე საქართველოში აღარ ცეკებადება. ამის ფუფუნება სოფლიოში არავის არ არის. დაავადება, რომელიც საქართველოს დაამარცხა. Pokemon Go, თამაში რომელზეც მსოფლიო შეიშალა. ზოგი ისე არის ჩართული ტელეფონში, სულ არ ახსოვს ხოლმე, სად მიდის, შეიძლება მანქანად დაარტყასებ. თამაში რომელსაც დღეს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს ვიდრე Twitter-ს და Facebook-ს. თუ გავაკეთე ამ პოკემონების დასაჭერად, შეიძლება ღამემდე ვერ მოვიდეს სახში, იმიტომ რომ ყველგან არიან. თამარ ჩიხლაძე პოკემონებზე ნადირობის ისტორიაზე მსოფლიოსა და საქართველოში. თქვენ ახლა კადრში მე მხედავთ. მაგრამ თუ იგივეს მოთამაშის თვალით დაინახავთ, აქ ჩემთან ერთად ჯიბის მონსტრია, რომელიც უნდა დაიჭიროთ. იმედი, ახალი მეგაპროექტისთვის მონაწილეების შერჩევას იწყებს. სოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ, გრანდიოზულ და სახალხო მეგაპროექტად აღიარებული სატელევიზიო შოუ შენ შეგიძლიათ ცეკვა. შენ, ვისაც გიყვარს ცეკვა, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, მოგზავნე Facebook-ზე. ან დაგვიკავშირდი ელექტრონული პოსტით. გამოგვიგზავნე შენი ცეკვის ამსახველი ვიდეო, ან ატვირთული ვიდეოს ლინკი. მოგვიყევი, მოკლედ შენ შესახებ. და არ დაგავიწყდეს საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. 7 აგვისტომდე. გელოდებით. იმედზე. რძე ჭიქას 86%-ით აცხიმიანებს, კარაქი დანას 30%-ით. დღის განმავლობაში დაგროვებულ ცხიმებს ადვილად ვუმკლავდები, რადგან ავე ჩემი საიმედო პარტნიორია. მე გზას უთმობ სასტრაფოს. 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 ჩვენ გზას უთმობ სასტრაფოს. ჩვენ გზას უთმობ სასტრაფოს. შენ ტექნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე მსოფლიო ბრენდების მასივრები დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერპრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ტექნობუმში ყველა დასაჩუქრდება. რაღაცის თქმას ცდილობს შენი პატარა. რაც არ უნდა იყოს პამპერსთან ერთად, ეს არ იქნება ის, რომ მას მოუწია სველ საფენში ძილი. პამპერსის საფენები არის უფრო მშრალი ვიდრე ჩვეულებრივი საფენები. მთელი ღამით მშვიდი ძილისთვის, სიმშრალე 12 საათამდე. და პატარას ბედნიერი დილისთვის. პამპერს არაფერი სურს, მხოლოდ სიყვარული, ძილი და თამაში. LTE ინტერნეტი, 4 ნახევარინჩიანი ეკრანი, 5 მეგაპიქსელი კამერა. შეიძინე ბილაინის LTE სმარტფონი ყველაზე დაბალფასად, 177 ლარად, ან თვეში 14 ლარად და 75 თეტრად და დაიბრუნე სრული თანხა ანგარიშზე. თანხის გამოყენება შესაძლებელია 2016 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. რუის ურბნისის ეპარქიაში სოფელ ღოღეთში მიმდინარეობს კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის აღდგენა. სოფელი თავის სახსრებით ვერ ახერხებს ტაძრის აღდგენას. მოგმართავთ თხოვნით საქართველოში მაცხოვრებელ კეთილ ადამიანებს, ვისაც სურს ჩაერთოს ამ კეთილ და საუკუნოვან საქმეში. გთხოვთ დარეკოთ მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან და სინკლეტიდან. გახდით ამ დიდებული საქმის თანამონაწილე. ერთად ვადიდოთ ღმერთი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ნეტკრედიტში პირველი სესხი 500 ლარამდე უფასოა. არსებულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 1000 ლარამდე ლიმიტით. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. Samsung-ის ორმაგი გაგრილების სისტემა 70%-მდე ზრდის ტენიანობას და ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას. მართლაც შთამბეჭდავია. წარმოგიდგენთ ახალ მაცივარს ორმაგი გაგრილების სისტემით. Samsung-ი. დიდხანს ვებრძოდი შიმშილს სულ არა ვარ კბილი მინდა გემრიელ საჭმელს და ვაკარო კბილი ნატურალური მთლა შიმშილს ექცევა მტრად ყველაფერი მაქვს მზად ის მე მიყვარს მაგრად გეტ შუბიოცა გშირდება გჭირდება ის რაც გჭირდება აქცია მონტერეი ლუქსისგან. მეტალოგრამიდი, კვადრატული მეტრი 12 ლარიდან. მოთუთიებული პროფენილი, კვადრატული მეტრი 7 ლარიდან. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. 28 ივლისიდან. დრაივის რეჟისორის ნიკოლას ვაინდინგ რეფერენს ფილმი. ნიუნის დემონი. ლაკების სრულად მოშორება ერთ გარეცხვაში. ეკნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე კონდიციონერები დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერპრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ეკნობუმში ყველა დასაჩუქრდება. მაგარი თამაშია, მაგრამ თითქოს რაღაც მაგლია. ხვილი, კარგად მოხალული, არომატული, ასე ჯერ არ გამისინჯას. უმაღლესი ხარისხის მოხალული მზესუმზირა მარტინისაგან. სიახლე ქართულ ბაზარზე. მზესუმზირა მარტინისაგან. ყოველთვის მაღალი ხარისხი. LTE ინტერნეტი, 4.5-ინჩიანი ეკრანი, 5 მეგაპიქსელი კამერა. შეიძინე ბილაინის LTE სმარტფონი ყველაზე დაბალფასად 177 ლარად, ან თვეში 14 ლარად და 75 თეთრად და დაიბრუნე სრული თანხა ანგარიშზე. თანხის გამოყენება შესაძლებელია 2016 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. როდესაც ქართველები საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობენ, ბოლორამ რაც მათ ესაჭიროებათ ეს არის მოიცილონ ქერტლი. სწორედ ამიტომ იყენებენ Head and Shoulders. იგი რეკომენდირებულია დერმატოლოგთა მიერ. იგი 100%-ით აცილებს ქერტლს. ეს არის მტკიცებულება 100%-ით გათავისუფლდი ქერტლისგან. ცადე და დაამტკიცე შენით. Head and Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით თავდაჯერებულმა. ჰიტაჩის მაცივრების დიდი არჩევანი Elite Electronics-ში. შეიძინეთ 799 ლარიდან. Elite Electronics-ი, ჰიტაჩის ექსკლუზიური პარტნიორი. ხარ სრულწლოვანი ან მალე იქნები? დახედე საბუთს. მოქმედებისოა და 9 ოქტომბრამდე ხომ არ ეწურება. ხარ სრულწლოვანი ან მალე იქნები და არც ერთი საბუთი არ გაქვს? მხოლოდ შენთვის. სრულიად უფასოდ. მიმართე იუსტიციის სახლებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე. აიღე ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ და მიიღე მონაწილეობა არჩევნებსა და ქვეყნის მართვაში. ყურადღება. ვაუ, სენსაცია ტექნობუმში. შენაძენის 100% საჩუქრად. იჩქარე, ყველაფერი დასწრებაზეა. მინდა ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდე თავს. ისე თითქოს ბამბის ღრუბლებზე დავდივარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცეკვის დროსაც სწორედ ასე ვგრძნობდე თავს. კრიტიკულ დღეებშიც კი საბედნიეროდ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ახალი Always Sensitive უზრუნველყოფს თქვენს დაცვას მისი რბილი ბამბის ზედაპირით. სადეთ და თავად იგრძენით სინაზე. Always Sensitive, ბამბასავით რბილი Always-ის დაცვა. ახლა ვარდისფერ შეფუთვაში. Always-ი, მშრალი, სუფთა და რბილი.
ყოველთვის საჭიროა იმისოდნა, თუ რას მოაქვს ზიანი და სარგებელი ჩვენი ორგანიზმისათვის. პლასმასი მამრექიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. მინისგან განსხვავებით, თუ პლასმასის ბოთლში ხელმეორედ ასხამთ წყალს, წყალი მაშინვე შედის რეაქციაში ქიმიურ ელემენტებთან და დალევის შემთხვევაში მამრექიმიური ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში ხვდებიან. თუ პლასმასის ბოთლს დიდხანს დატოვებთ სითბოში, ან მასში მზის სხივები ჩააღწევს, ბოთლი ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას იწყებს და მისი ხელმეორედ გამოყენება საფრთხეს წარმოადგენს. ჩაანაცვლე პლასმასი მინით. მინა ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. კოშმარი ფონიჭალაში შემზარავი მკვლელობა გახსნილია. დედისა და მისი მცირეწლოვანი შვილის განსაკუთრებით სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამართალ დამცავების ინფორმაციით ბრალდებული ოჯახის ახლობელი გიორგი ხაბელიშვილია. ამ სასტიკ ისტორიას ერთი უცნაურობა ახლავს. დანაშაულში ბრალდებული მოკლული დედაშვილის გასწვენებაში იყო, ქელეხში დარჩა და მათი ასეთ შესანდოვარი დალია. საქმის ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, ახლობლები კი ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. ხატუნა გალინძე დეტალები. ნეტავი კი არსებობდეს ისეთი კანონი, რომ ლინჩის წესით გასამართლდეს, ეგ ციხეში არ შეიძლება რომ იყვეს. მაგისთვის ციხე 64 იქნება და სასახლე იქნება ციხე მაგისთვის. ფონიჭალაში სასტიკი მეთოდებით მოკლული დედაშვილის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებული მათივე ახლობლის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. 43 წლის ნონა რომანიძის და 3 წლის მარიამ მამფორიას ჯერ დანით დახოცვა და შემდეგ ცხედრების დაწვა ოჯახის ახლო მეგობარს ბრალდება, რომელიც მკვლელობის დღიდან ერთ-ერთი ჭირისუფალი იყო. წლის ყველაზე შემზარავი დანაშაული გახსნილად სწორედ 27 წლის გიორგი ხაბელაშვილის დაკავების შემდეგ გამოცხადდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით თბილისში ზემო ფონიჭალაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგადაც კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2016 წლის 22 თებერვალს ნონა რომანიძის მეუღლე ოთარ მამფორია სახლიდან დილით გავიდა. სკოლაში იყო რომანიძის გერიც. სახლში მხოლოდ დედა და 3 წლის შვილი დარჩნენ. მოგვიანებით მეზობლებმა სახლში ხანძარი შენიშნეს და დედა-შვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მალევე გაირკვა, რომ ორივე ცხედარს სხეულზე დანით მიყენებული ათობით ჭრილობა აღენიშნებოდა. რო ვერ გაიგეს ვერაფერი, ბოლოს შენ მოკალიო მითხრეს და არა მეთქი. გამოძიებამ რამდენიმე ვერსიაზე იმუშავა, თუმცა ყველაზე სარწმუნოდ შურის ძიება მიიჩნეოდა. ეს იმიტომ, რომ სახლში $7,000 და ოქროულობა ხელუხლებელი იყო. 5 თვის შემდეგ საქმე გაიხსნა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მკვლელობის მოტივზე არაფერი თქმულა. მეორე დღეს კი სასამართლოში მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა დასახელდა. გარდაცვლილების მამა და მეუღლე თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ დანაშაული ოჯახის ახლობელმა ჩაიდინა. ოთარ მამფორია ამას იმით ხსნიდა, რომ მისმა მეუღლემ მკვლელს კარი ხალათით გაუღო და ყავაც მოუდუღა. არის ბავშვთან შესული, შემდეგ ბავშვმა იცნო და შემდეგ ბავშვის აღარ დაინდოა. შემდეგ ამ ჩემს მეუღლეს, ესე იგი, ზალიდან სპანლაში, ზალაში მოკლა ჩემ მეუღლე. ამას ეხლა იქ ეჭიდავა თუ რა უქნა ეხლა რა ვიცი იმაზე ის ხო იქნებოდა ანაბეჭდები. ის ღალატი გახადა, მისი დასასრულიც გაიხადა, იქ დაყარა და წაუვიდა ცეცხლი. ოთარ მამფორიამ ეს კომენტარი საქმის გახსნამდე გააკეთა. ახლა კი რაც ბრალდებულის ვინაობა შეიტყო საუბარი უჭირს. შემდეგ აქ ბევრჯერ დაგვილებია თუ რამეში დაგჭირდები, გვერდში დაგიდგებიო, არ ვიცი რა, ეს სახიობი ვინ იყო, რა იყო, 1 საათში, ესე მკვლელობიდან 1 საათში ამოსულა დამდგარა აქ. იმ ღამეს თელეგრამი პოლიციაში ყოფილა.
დაკითხვაზეც ყოფილა ამ ყველაფერს როგორ გაუძლო არ ვიცი გული ქონდა თუ ქვა ქონდა არ ვიცი არ ვიცი გიორგი ხაბელაშვილის დანაშაულში დარწმუნდნენ მოკლულის ნათესავები, რომლებსაც საზარელის შემთხვევის შემდეგ ბრალდებული არაერთხელ სტუმრობდა. ჩვენთან მოდიოდა და ბავშვის და ნონას სადღეგრძელოს ხებულობდა და კიდევ უტიფრად სადღეგრძელ შესანდობას სვავდა. დაჟეოთ არის იმაში დაყვებოდა რა ქვია ადვოკატის აყვანა უნდოდა და გვერდში უდგა. ჩემი მეუღლესთან ერთად გაყვა. მეო დაგეხმარები ყველაფერშიო ეუბნებოდა. აგერავა რომ მეც ძმაო და დაგეხმარები ყველაფერს. გიორგი ხაბელაშვილის წინამდე პირდაპირ მტკიცებულება არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ეს არის დნმ-ის დასკვნა, ანუ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს არის ორი დასკვნა, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ დანაზე, რომლითაც მოკლულია დედა-შვილი, არის დედა-შვილის სისხლი პირზე და ტარზე არის გიორგი ხაბელაშვილის დნმ. გარდა დანისა, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბრალდებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია სკამზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ხაბელაშვილმა ნონა რომანიძეს თავში ჩაარტყა. გამოძიებას პირდაპირ მოწმეც ყავს. ხაბელაშვილის მეგობარი, რომელიც ჩვენებაში დაკავებულთან ყაჩაღობის გეგმაზე საუბარს იხსენებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდით ადრე ბრალდებული იყო მისული ამ მოწმესთან და ეუბნებოდა, რომ ფონიჭალაში ეგულებოდა ოჯახი, რომელსაც ჰქონდა სახლში $7,000. ოჯახის წევრები, მამაკაცი გადიოდა სახლიდან დილას და ბრუნდებოდა საღამოს. დღის განმავლობაში დედა პატარა ბავშვთან ერთად მარტო იყო სახლში და ეს პერიოდი იყო, როდესაც შეიძლებოდა ამ სახლში შესვლა და მისი დაყაჩაღება, რაზეც მისი მეგობრისგან ამაზე მიიღო უარი. თუმცა უარის შემდეგ ფაქტია, რომ შევიდა მარტო. სახლი არის მთლიანად არეული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული ეძებდა. თუმცა ფაქტია, რომ ვერ იპოვა, იმიტომ რომ ეს თანხა აღმოჩნდა ლოგინში, ანუ ლეიბს და ლოგინის ხის ფიცრებს შორის. ის ბრალს არ აღიარებს და იმასაც ამბობს, რომ დამნაშავე რომ იყოს თურქეთში დედასთან ან საფრანგეთში დასთან შეაფარებდა თავს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველ სხდომას არც მისი და არც მოკლულის ახლობლები არ დასწრებიან. პროცესით მხოლოდ მედია დაინტერესდა. სანამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდებდნენ, სასამართლოს სხდომაზე გიორგი ხაბელაშვილმა გამომძიებლები აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ წამებაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით საქმის ერთ-ერთი პროკურორი გოჩა ხორაიაც შეესწრო. ასევე თქვა, რომ ზეწოლით მიცემულ ჩვენებაში მომხდარი მკვლელობის მონაწილედ მეგობარი ნიკო პრაზნიკა დაასახელა. შემდეგ კი მის მეგობარს ალიბი აღმოაჩნდა და ახალი ცრუ ჩვენება მიაცემინეს. მან პროკურორის აცილება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ორი სამსაათის განმავლობაში კაცი როგორც სამლაზებდა დაესწრება სულფირებდა პრიუსამას ამაში გიხავ ზედაგარეში ხო რავი მეგობრებო ყველაფერს აღიარა ორი ჩვენება მიმაცემეს ერთი არ მოეწოდა ნიკოპრაზნიკა მერე იმას ალიბი აღმოაჩნდა ის ნაკოუშა ხელახლებიდან შენზე უნდა აიღო კატეგორიულად დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ რომ მსგავს რაღაცას ადგილი არ ქონია ეს პიროვნება იყო ძალიან არათანამიმდევრული ჩვენების მოცემისა აასახელა თანამონაწილე ოღონდ ქალის მკვლელობაში თვითონ როგორც თავის ჩვენებაში ამბობდა თვითონ იყო დამნაშავე ასე რომ ვთქვათ და ხოლო ბავშვის მკვლელობა ჩადენილი ჰქონდა ვიღაც ნიკოლოზ პრაზნიკს. ნასამართლევია პიროვნება ყაჩაღობისათვის მკვლელობის ცელობით 15 წელი მიუსაჯეს აღიარა დანაშაული როგორც მე ვკითხე ამასთან დაკავშირებით თუ რაში იყო საქმე მას გაეღიმა და თქვა რომ ამაზე სალაპარაკო აღარაფერია უბრალოდ ჩაიქნია ხელი და გაეღიმა მე ავიღე ეს ჩემ თავზე სულ. გიორგი ხაბელაშვილი 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. მას 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ ახლა დამამძიმებელ გარემოებებში 2 ადამიანის მკვლელობას ედავებიან. ხაბელაშვილს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. მევლუდ ჯანჯღავა ბრალდების საქმეში კითხვის ნიშნებს ხედავს. დანაშაულის მოტივი და მიზანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად ეს ვერ დასტურდება. ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, მან იცოდა სად იმალებოდა ფულადი თანხა წაღებული არ არის, არც ოქროულობა წაღებული არ არის ოჯახიდან და ძალიან საინტერესოა ყაჩაღი, რომელიც მიდის საყაჩაღოდ, მიდის იმ ასე ვთქვათ, იმედით, რომ ოჯახში დახვდება დანა. ეს აი კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე გეკითხები და ძალიან ცუდია, რომ რატომ ჭირდებოდა მაინც და მაინც აღიარებითი ჩვენება, რატომ იყო პიროვნებაზე ეწოლა. გამოძიებას მისი მეგობრების სავარაუდოდ დააშინეს და მიაჩემიეს სხვა ჩვენებები.
კვლევობის ბრალდებით 5 თვის შემდეგ დაკავებულს 55-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. წინა სასამართლოს ხდომა 15 სექტემბერს ჩაინიშნა. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული საქმეს დიდი ალბათობით ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 27 წლის გიორგი ხაბელაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახლა კი ვერაგი ვირუსი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამარცხებს, C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს ახალი მიღწევებით შეხვდა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობის კურსი 7000-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა და დაავადებულთა 88% განიკურნა. ამ პროგრამის საბოლოო მიზანი მოსიყვარულე მკვლელად წოდებული ვირუსის საბოლოო დამარცხებაა. მინდა ვისარგებლო ახლა შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენც პრევენციის მიზნით C ჰეპატიტზე კვლევა აუცილებლად ჩაიტაროთ. უმეტეს ტესტი იმედის დროს ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭკორმაც გაიგეთა. იმისათვის რომ გაიგოთ გაქვს თუ არა C ჰეპატიტი, ერთ-ერთი საშუალებაა ეწიოთ ფალიაშვილის 100 ნომერში ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს, სადაც ჩაგიტარებენ სრულიად უფასოდ სპეციალურ კვლევას. ახლა ასეთ პროცედურას ჩავიტარებ მეც და გავიგებ მაქვს თუ არა C ჰეპატიტი. ესე იგი რეგისტრაციისთვის დაგჭირდება აუცილებლად პირადობა. სპეციალურმა ტესტმა აჩვენა ერთი ხაზი, რაც როგორც განგვიმარტეს ნიშნავს უარყოფით პასუხს, ანუ მე არ მაქვს საბედნიერო C ჰეპატიტი, მაგრამ რომც გქონოდა, ანუ აქ ყოფილიყო ორი ხაზი, მე გეტყვით რომ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან C ჰეპატიტი განკურნებადია და თანაც საქართველოში ის სრულიად უფასოა. დავძლია ავადმყოფობა, მე არ მეშინია ხვალინდელი დღის. ბედნიერების გრძნობა, მაგრამ რა თქმა უნდა, განთავისუფლდი დიდი სტრესის განკურნებელი სცენისგან საშიშროება, სულ რომ არ გადასდო შენი ოჯახის წევრებს, არ გადადო ახლობლებს. 2 წლის წინ მის ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 10 წელი იყო დაავადებული, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისი ღვიძლი კი ამ პერიოდში მძიმედ დაზიანდა. არაფრის საშუალება არ აქვს. ვერ ბრძოლა, ვერ იბრძვი, იმიტომ რომ ამას უნდა თანხები და ეს თანხები მაინც არ გექნება. გადავწყვიტე რომ საერთოდ აღარ ვიფიქრებ ამ მკურნალობაზე. ირინა ნატროშვილი ბეჭდში ეგუა და წელიწადნახევრის წინ არც ის დაიჯერა, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყებოდა და მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებდა. მახსოვს ერთ-ერთ თოქ-შოუზე სერგეი